ახლა ჩვენ საზოგადოებას, რომელსაც ქრისტიანულს ვეძახით, რამდენად სწამს იმის, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ან რამდენად გვწამს ახლა ჩვენ იმის, რომ ჩვენც როცა გარდავიცვლებით, იქნება მეორედ მოსვლა და იქნება მკვდრეთით აღდგომა და ყველანი ავდგებით მკვდრეთით. თუ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წამს, მაშინ ბუნებრივია არც მერე საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის წმენა არ გექნებაში. შესაბამისად, სულის უკვდავების წმენა არ გაქვს შენ. და თუ სულის უკვდავების წმენა არ გაქვს, სულიერები როგორ ვიქნებით? ჩვენი გათვლა ხო ყველაფერი ამ ყოფით ცხოვრებაზე იქნება. ეკლესიური ცხოვრებაც ხო ყოფით ცხოვრებაზე იქნება მიმართული, იმიტომ რომ თუ სამერმისო ცხოვრების არ მჯერა, მოლოდინი არ გამაჩნია მარადიულობისა, იქ ჩემი არსებობისა, იქ ჩემი ბედი არ მადარდებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არ მჯერა ამ ყველაფერს. მაშინ რა თქმა უნდა, ჩემი ლოცვა სარსახად მიმართული იქნება იქითკენ, რომ ამ ქვეყნიურ ყოფიერებაში კონდეს სიკეთე, ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, წინსვლა, განვითარება. და ბევრჯერ გვითქვამთ ჩვენ, რომ სწორედ ამასაც ლოცულობთ ჩვენ ადამიანების უმრავლესობა.